და ასე წავიდეს მერე საშინელი ცოდვებით. ალბათ ძნელი არ არის მივხვდეთ რა არის საშინელი ცხოვრება. აი თანამედროვე ცხოვრებაში ბოლო ერთი თვე, ორი კვირა შეხედეთ ჩვენ სასულიერო პირებს როგორ იქცევიან, როგორ ქადაგებენ, მრევლი ამ მდგომარეობაში ხარ და მივხვდებით რა არის საშინელი ცხოვრება. და მერე გვეშინია ვითომ საშინელი სამსჯავროსი. გაოცებული ვარ პირდაპირ. თუ სახარებას არ კითხულობ, თან წმინდა მამების დარიგებებს არ კითხულ, ანის სასულიერო პირები, რომლებიც უკვე ჩაენაცვლენ ლეიბორისტებს და ოცნების და ნაცვების პოლიტიკოსებს. ერთმა ადამიანმა ასეთი რამე თქვა და ძალიან მეცნო. უკვე მალეო საპატრიარქოს ტელევიზია რეიტინგით დადგება მაღლა რუსთავი 2-ზე, ისეთი განცხადებებით გამოვლენ სასულიერო პირები, რომ უკვე საპატრიარქოს არხი გახდება ძალიან, ესე ვთქვათ, ინტრიგის გამავრცელებელი. და უკვე ფაქტია, დაიწყო. ეს უნდა ვიღაცას, იმიტომ რომ მოწყინდათ ყველას ეს რუსთავი 2 და ეხლა უკვე საჭიროა რაღაც უკვე ეკლესია შიგნიდან, ასე ვთქვათ, დაანგრიონ ჭალებში და რაღაც გარკვეული სასულიერო პირების განცხადებები ტრიალებს სოციალურ ქსელში. ივანე ოქროპირი მსგავსი შემთხვევები როცა ხდებოდა და თქვენც იგივეს გიჩვევთ. როგორც კი დაინახავთ, რომ რაღაც პრობლემა გაჩნდება, მაშინვე სახარება გადაშალეთ და ივანე ოქროპირის და სხვა დიდი ბურჯი მამების ქადაგებები ნახეთ. როგორც კი კონსტანტინოპოლში ეკლესიაში რამე გარკვეული შფოთი წარმოიშვებოდა, ივანე ოქროპირი თავისი ოქროპირობით და სიბრძნით ქადაგებდა და ძალიან მარტივად გეტყვით ახლა მე რა უნდა მოვიგონოთ. გამზადებული ქადაგებები დევს, ასე ვთქვათ, წიგნებში და წაიკითხეთ. როცა იესო ქრისტე მოციქულები ჩასხა ნავში, თვითონ დაიძინა და ნავს ქარიშხალი, ასე ვთქვათ, ატორტმანებს. და მოციქულები იმის მაგივრად რომ დაეწყოთ ლოცვა და უფლისგან სიმშვიდე მიეღოთ, მიდიან და აღვიძებენ ქრისტეს, რომ ვიღუპებით. გეცნობათ მე მგონი ხო, როდის ჩამოვა პატრიარქი? ვაიმე ჩვენი პატრიარქი რო ჩამოვა, ყველაფერი კარგად იქნება. რა შუაშია პატრიარქი ჩემოძირფასებ? პატრიარქმა ჩამოაგდო ეს ქარიშხალი, უფალმა დაუშვა ეს შფოთი და უფალივე მოაგვარებს ამას, რომ უნდა დაგვანახოს რა უსუსურები ვარ და რა მცირედ მორწმუნეები ვარ. კი არ ძინავ ქრისტეს და პატრიარქი კი არ არის გერმანიაში. და ქროჩამ იქიდან ვერ ილოცებს თუ უნდა? რას ეუბნება გაღვიძებული ქრისტე თავის მოციქულებს? რატომ დაეჭვდით მცირედ მორწმუნენო? დავფიქრეთ კარგად შემოძირფასე, რამე ახალი ხდება? არ გვეცნობა მსგავსი რაღაცები არ ხდებოდა და არ მოხდება? აბა რა მოგივიდათ, რატო განიკითხავთ? ნუ რავის ნუ განიკითხავთ, ხო? რუცი მღვდელმთავარს, რუცი მღვდელს, რომელიც დაპატიმრებულია, უბრალოდ ილოცეთ მათზე. თუ ის ბრალი მართლა ნამდვილია, ღმერთმა მიუტევოს და ვიცი რომ პატრიარქი რაღაცას ისე გააკეთებს, რომ ყველაფერი დაალაგდება, მაგრამ თქვენ ნუ განეკითხავთ და ნუ უპასუხებთ ინტრიგანების კითხვებს, რა ხდება ეკლესიაში? თვითონ ძალიან აინტერესებთ, უბრალოდ გაიგონ ცუდი, აბას ვაპირებდი მოსვლას, მაგრამ აღარ მოვალ. არა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდება ყველას. რატო ხართ ამდენი მოსულები? ვინმე დაბრკოლდით? პირიქით, უფრო მეტი ხალხი მოვა ეკლესიაში და უფრო მეტი ადამიანი, ვინც დადიოდა, აღარ დადის. ისინი მოვლენ და იტყვიან, ხედავთ ჩვენ აღარ დავდივართ, რა ხდება ეკლესიაში. ამიტომ ნუ გონიათ რომ ეკლესია არის პატრიარქების მარტო მღვდელმთავრების და მღვდლების ეკლესია, თქვენ ახართ ყველა. და როცა ხდებოდა ღალატი მღვდელმთავრებისგან და მღვდლებისგან, ჭეშმარიტი მრევლი იდგა ყოველთვის ბურჯივით ეკლესიაში და პასუხს თხოვდნენ გარკვეულ მღვდელმთავრებს და გარკვეულ მღვდლებს. და გვერდზე გაწევდნენ იმათ, რომ შენ არ ახარ ჭეშმარიტი მღვდელმთავარი. აი აქ მეტეხის ხიძე რომ ხატები დააბრძანეს, პირველ რიგში მღვდლები და მღვდელმთავრები მიდიოდნენ წინ და ტიროდნენ, რომ ჩვენს გამო მოხდა ეს, რომ ჩვენ არ ვიყავით კარგი სასულიერო პირები და ღმერთმა დაუშვა ასეთი დიდი განსაცდელი, რომელიც მეტეხის ხიძზე აღესრულა. ასევე უნდა იყოს ეხლაც, პირდაღებული კი არ უნდა უყურო უკვე ტელევიზიაში გამოჩენილ აბდაუბდათ მოსაუბრე სასულიერო პირს, არამედ წაიკითხე ოქროპირი რას ამბობს, წაიკითხე სახარება რას გეუბნება და თქვი გააკეთე კომენტარი, რომ ნუ გეშინიათ ეს შფოთი დაუშვა ღმერთმა და ჩვენი მღვდელმთავრები და ჩვენი მღვდლები და ჩვენ თუ ვილოცებთ კარგად, კოზინაცაში ჩაუვარდება ყველა იმ ინტრიგანს, ვისაც დღეს უხარია. ეხლა ვიღაც გაბუნია და ვიღაც რუსთავი 2 როდის იყო შემოძირფასებო, რომ ეკლესიის საქმეს აკეთებდა და როდის იყო რომ მას პატრიარქის ჯანმრთელობა აინტერესებდა, ან ის თუ რა ხდება ეკლესიაში, მაგრამ ისინი გახარებულები არიან, აი ნახეთ შფოთი განგაში და
რა ვიცი, უამრავი რაღაცები და გთხოვთ თქვენ რომ დამწუხდებით, მე ვფიქრობ რომ ეს ჩვენს გამოსაღვიძებლად დაუშვა ღმერთმა და ნახავთ თქვენი თვალით რომ უფრო მეტი ადამიანი მოვა ეკლესიაში, ვიდრე აქამდე იყო მოსული და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, მე ყველა კომენტარს და ყველა გამომსვლელს უსმენ და ქუჩური მენტალიტეტის მქონე თბილისის კოლორიტი დავასახელებ გია კორკოტაშვილი უფრო კარგად ლაპარაკობს, ვიდრე გარკვეული სასულიერო პირი. ისე კარგად ჩამოაყალიბა, ისე კარგად დაანახა ძალა მრევლისა, ვიდრე გარკვეულმა სასულიერო პირმა. და უთხრა ჩვენ არაფერი არ შეგეშალოთ. ჩვენ მრევლი ვარ და ჩვენ დავდგებით იქ რაცა უნდა ვიდგეთ. ეკლესია თქვენზე დგა და არავის არ დაუთმოთ ასპარეზი გარკვეულ შემოგზავნილ ადამიანებს, ვისაც უნდა რომ ეკლესიაში იყოს შფოთი და განხეთქილება. ხოლო თქვენ კი შეგახსენებთ, დღეს ვფიქრობდი, რაზე ვიქადაგო და რაზე უნდა ვიქადაგო და რაც გვაკლია, იმაზე უნდა ვიქადაგო. ჩვენ გვაკლია ჯერ სასულიერო პირებს და მერე თქვენ. კი თქვენ ხშირად ამბობთ ხოლმე სიყვარული აღარ არის, მაგრამ რუსთაველი რას ამბობს? შიში შეიქვ სიყვარულსა. თუ შიში არა გაქვს, არც სიყვარული არ გექნება. ოღონდ მეორედ მოსვლის შიში კი არ ქონდა კონდეს და ის რომ გლობალური დათბობა დაიწყება და რომ დოლარი ამხელა კურსით არის და რა ვიცი უამრავი რაღაცები, არამედ დასაბამი სიბძნისა შიში უფლისა არს. ანუ თუ შენ სასულიერო პირი ხარ და ღვთისა გეშინია, ასეთ იდიოტებს აღარ იტყვი და ასეთ სამარცხვინო განცხადებებს აღარ გააკეთებ. თუ შენ ღვთის შიში გაქვს, გექნება სიყვარული და ფიქრობ რომ აი ამ მდგომარეობაში აღარ მიიყვანს სამწყსოს, იმიტომ რომ ვისაც შფოთი შემოაქვს ეკლესიაში, ისინი საშინელი ადამიანები არიან. უბრალოდ ელემენტარულს გეტყვით, რომ შავი სამყაროს წარმომადგენლებმა იციან ზონება დაყოფა თავიანთი გარკვეული ზონების, ასე ვთქვათ, რომ ზუგდიდელი ქურდი თბილისში არ იქურდებს, ან თბილისელი ქურდი ხონში არ იქურდებს. ასია ეპისკოპოსებშიც რა აქვს უფლება სხვა ეპარქიის ღვთისმსახურს და ღვთის, ასე ვთქვათ, მაღალ იერარქს იქადაგოს იქ, რაცა პატრიარქის ეპარქია. არანაირი უფლება არ აქვს. ამას რო არ ღვევ, უკვე შფოთი ჩდება ეკლესიაში. მე უფლება არ მაქვს, რომ ჩავიდე ეხლა და ფოთში ვიქადაგო თუ ამის უფლება არ მომცეს. ან რომელიმე ეპისკოპოსი რო ჩავიდეს სხვა ეპარქიაში, კვერთხის წაღების უფლებაც არ ქონდა. არანაირი უფლება არ აქვს შენამათა, როგორც კი ამას აკეთებ, უკვე არ ღვევ შენ, თვითონ გამოდიხარ უკვე გარკვეული დამნაშავე და აი ამ დანაშაულს კიდე დიდი დანაშაული მოყვება ის, რომ აი ამ დამუხტულ საზოგადოებას თითქოს თავიანთი პრობლემები არ ყოფნით და ქვეყანაში უამრავი სხვა დიდი პრობლემაა შემოძვირფასებო და ეს არის სულიერი შოუ დაიდგა, რომ თავარი პრობლემები დაგვავიწყდეს, რაც ქვეყანაშია, ვიღაც